თირკმლის კენჭებით გამოწვეული ტკივილი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილი, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს ცხოვრებაში. ხშირად უტოლებენ ხოლმე შობიარობის ტკივილებს, ისეთი ძლიერია. და ძალიან ხშირია თირკმლის კენჭები. თირკმლის პოპულაციის, მსოფლიო პოპულაციის 10%-ს აქვს, ყოველ მე-10 ადამიანს აქვს. და წვრილი კენჭები კიდევ უფრო ბევრს, რომელსაც ვერც გებულობს ადამიანი რომ აქვს. და ეს ნელ-ნელა ვითარდება, მერე პატარიდან დიდები, უფრო დიდი კენჭები იქნება და მერე ეს კენჭი დაიძრება რაღაც მომენტში, გადაკეტავს შარდსაწვეთს და აი მან ჩნდება პრობლემები. წლების განმავლობაში, თვეების განმავლობაში ნელ-ნელა ვითარდება და ბოლოს როცა დაიწყებს ეს კენჭი მოძრაობას და გაიჭედება, იწვევს ტკივილებს, თან ძალიან ძლიერ ტკივილებს და ადამიანს უმწარებს სიცოცხლეს პირდაპირ გაგებით ისეთი ძნელია. სუსტად ამიტომ გეტყვით როგორ დავიცვათ თირკმლის კენჭებისგან თავი, 7 მთავარი ხერხი, გზა და ჩვევა, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. ახლა თირკმელი ვიცით რა არის, თირკმელი ფილტრავს სისხლს და წარმოქმნის შარდს ამ გაფილტრული სისხლისგან. ფილტრავთ ბევრ რამეს, რაღაცებს აბრუნებს უკან, რაღაცებს გამოყოფს გარეთ და რასაც ხედავთ ბოლოს ეს საბოლოო პროდუქტი არის შარდი, რომ შარდში არის რაღაცა ტოქსინები, რაღაცა მარილები, და ეს მარილებია მან მთავარი, ანუ სხვა მარილებია, კალციუმი, მაგნიუმი, რაღაცები, ურის მჟავა, ფოსფატები და ასე სხვა მინერალებია მოკლედ ამ შარდში. და როცა შარდი არის მაღალ კონცენტრული, ან სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, როცა შარდი სქელია, მაშინ ეს მარილები იწყებენ ერთმანეთთან მიწებებას. ეს მარილები რომ ერთმანეთს დაუკავშირდებიან, ესე იქნება პატარა კრისტალები. ეს პატარა კრისტალებიც დიდი არაფერია, იმიტომ რომ ხშირად გამოიყოფა 95% მეტიც, გამოიყოფა მოშარდვისას ჩვეულებრივ გარეთ გამოდის შარდთან ერთად. მაგრამ თუ კი თირკმელზე არის პატარა დაზიანება, თუ კი ადამიანი საკმარისი რაოდენობით წყალს არ ცვავს, თირკმლის გარსზე მიეწებება და ნელ-ნელა თუ გრძელდება ესა, როცა ადამიანი წყალს საკმარისად არ ცვავს, მარილები გროვდება, ის პატარა მარილების თესლი, რომელიც არსებობს, იწებებს სხვა მარილებს დამატებით, ეს იზრდება და რაღაც ფარგლებში გაიზრდება საკმაოდ დიდი, შემდეგ მოწყდება თირკმელს, შარდსაწვეთში გადავა, შარდსაწვეთში გაიჭედება, იმიტომ რომ შარდსაწვეთს აქვს თავისი შევიწროებები და ბიოლოგიურად მოძრაობს მუდმივად და თუ კენჭი საკმარისად დიდია, გაიჭედება ის და შარდსაწვეთის დინებას შეაფერხებს და შარდი ვეღარ მიდის, თირკმელი იბერება, თირკმელი ცალკე ტკივა ადამიანს, შარდსაწვეთი ცალკე ტკივა, საშინელი ტკივილები. ახლა როგორი ტკივილი იცის? ტკივილი იცის გვერდითა უკანა მხარეს, აი ზურგის ტკივილს ძალიან ძლიერი, სადაც ნეკნები მთავრდება ზუსტად იქ ერთ მხარეს, ანუ რომელიც თირკმელიც არის, აი მხარეს ტკივა ხოლმე ადამიანს, ძალიან ძლიერი ტკივილია. მოვლითი ტკივილებია ძირითადად, მაგრამ მოვლებს შორისაც შეიძლება ტკივილი იყოს, თუმცა ეს ტალღები ძალიან მტკივნეულია, ეს ტალღები არის ის შარდსაწვეთის კუნთოვანი და ეს კუნთოვანი ტალღებად იკუმშება და ეს შეკუმშვის დროს ძალიან ძლიერი ტკივილი წარმოიქმნება და ეს ტკივილი არის ძალიან უეცარი, იწყება ერთბაშად, მოულოდნელია, ადამიანს წარმოქმნა არ აქვს, რომ შეიძლება მოხდეს საერთოდ, შეიძლება იწვეს თავისთვის ღამე და საშინელი ტკივილები დაეწყოს, ხშირი სცენარია ეს და ტკივილს ადამიანები ამ ტკივილს აფასებენ როგორც რო უთხრა აი 10-დან რამდენია, ზოგი გეტყვის 10-დან 8 არის, ზოგი 10-დან 9, ზოგი 10-დან 10. ანუ ყველაზე ძლიერი ტკივილი, რაც კი ოდესმე განმიცდია იწვეს ადამიანი. ადამიანი ვერ პოულობს ადგილს, საკუთარ ადგილს, ანუ მაგალითად პერიტონიტი რო აქვს, შეიძლება ეს პოზა მიიღოს, გაჩერდეს რაღაც პოზაში, ან მუცელი რო ტკივა, შეიძლება მუცელი ხელს დაიდებ, რაღაცა დამშვიდდები. ეს არ არის პირიქით, ანუ ადამიანი ადგილს ვერ პოულობს, ადამიანი მოძრაობს და არ აქვს კომფორტული პოზა და მაგითაც მიხვდები, რომ ეს არის თირკმლის კოლიკა. ის რომ თირკმელში დაიძრა კენჭი და ეგ იწვევს ისეთ საშინელ ტკივილს, რომ ადამიანი ვერ პოულობს. ხო, ეს ტკივილი გადაეცემა საზარდულის მიდამოში და სათესლეს შეიძლება ან ქალის სასქესო ორგანოს თუ ქალია იმ შემთხვევაში. ძალიან ძლიერი ტკივილი, რომელიც ირადირებს, ანუ გადაეცემა, ტკივილი მოგზაურობს. ტკივილი რატო? იმიტომ რომ ეს წელის მალებიდან გამოსული ნერვები იზიარებენ საერთო გზას რა და როცა ეს თირკმლიდან მომავალია ძალიან ძლიერი ტკივილი, ასევე ამას ადამიანი
ცრუთ რა თქმა უნდა თავისთვის გონია რომ ეს საზარდულის მიდამოშიცაა თითქოს ტკივილი ეს რა თქმა უნდა უბრალოდ ილუზია რომელიც იქმნება ორგანიზმის მიერ რა თქმა უნდა ამ დროს თირკმელი რომ მუშაობს ხო გამოყოფს შარდი გუბდება თირკმელი იწედება და ეს ალგენ ტკივილს იწვევს თირკმელის ფუნქციას უშლის ხელს თირკმელს აზიანებს და თირკმელი ზიანდება ამან შეიძლება თირკმელი დააზიანოს რამდენიმე დღეში რამდენიმე კვირაში ზოგი ანუ დრო ჭირდება რამდენიმე საათი არა ისე არა რომ რაღაცა კენჭი გაიჭედოს თირკმელი გაიბეროს და გასკდეს მე თირკმელი და ადამიანი მოკვდეს ან თირკმელი გაეთიშოს რამდენიმე საათში როგორც წესი არ ხდება მაგრამ რამდენიმე დღეში შეიძლება მოხდეს ცუდ შემთხვევაში მაგრამ მანამდე მოქმედებაა საჭირო ამიტომ ისედაც ისეთი ძლიერი ტკივილია ეს რომ ადამიანები ადვილად ვერ უძლებენ ამ ტკივილს და როგორც წესი სამედიცინო დახმარება ჭირდებათ ახლა რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს ქვები არ განვითარდეს საერთოდ პირველი და ყველაზე მთავარი რისი გაკეთებაც შეგიძლია არის სითხის რაოდენობის გაზრდა რასაც მიიღებ რომ შარდის მოცულობაც გაიზარდოს დღეში მინიმუმ 2 ლიტრი უნდა იყოს შარდი 2-დან 2.5 ლიტრამდე კენჭები შეიძლება კონდეს ადამიანს კენჭები და როცა შარდვა იზრდება ეს კენჭები ძნელდება გამოდის კრისტალებად განსაკუთრებით თუ 5 მმ-მდეა კენჭი ან პატარა თუა გამოდის თავისით როგორც წესი უპრობლემოდ თუ ცოტა დიდია 5-დან 8 მმ-მდე თუა უჭირს ნახევარი გამოდის ნახევარი ვერა და 8-ზე მეტი თუა მაშინ იჭედება და ძლიერ ტკივილებს იწვევს და ეგ მე იწვევს ხოლმე თირკმლის კოლიკას ამიტომ პირველი რჩევა ყველაზე მთავარი რაც შეგიძლია მიიღო არის რომ ბევრი წყალი დალიო ბევრი წყალში იგულისხმება ჯამურად სადღაც 2 ლიტრაზე მეტი რა 2-დან 3 ლიტრამდე წყალი რო დალიოს ადამიანმა თავის ყავა ჩაებიანათ რა თქმა უნდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე ღამე საღამოთი დღის განმავლობაში სულ ცოტა უნდა მოწრუპოს წყალი ადამიანმა სხვას რომ ზოგადი ჰიდრატაცია კონდეს ორგანიზმს განსაკუთრებით თუ ოფლიანად განსაკუთრებით თუ ისეთი ამინდიან სიმშრალეშია განსაკუთრებით თუ ფიზიკურად მუშაობს და ასე იმისთვის რომ ორგანიზმი არ გამოშეს დეჰიდრატაცია არ განიცადოს და შარდი უნდა იყოს ღია მოყვითალო ფერის ეგ არის ყველაზე კარგი ტესტი თუ ტესტი გაინტერესებთ რამდენ წყალს იღებთ მეორე რაც უნდა ქნა არის ნაკლები მარილი უნდა მიიღო ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და რატო იმიტომ რომ თუ კი 2 გრამზე მეტ ნატრიუმს იღებთ დღის განმავლობაში ეს იწვევს კალციუმის გამოდევნას თირკმელებიდან შარდში და შარდში რაც მეტი კალციუმი გაქვს მით მეტი შანსია რომ დაუკავშირდეს ოქსალატებს დაუკავშირდება ოქსალატებს წარმოიქმნება კრისტალები წარმოიქმნება მე გროვდება ეს კრისტალები და მაგითო წარმოიქმნება კენჭები ანუ მარილი რეალურად კალციუმის გადმოდევნის შარდში ასე არ უნდა ხდებოდეს ანუ რაც რაოდენობა ისედაც გადმოდის შარდში ეგ არ არის პრობლემა მაგრამ როცა ნატრიუმი მაღალია მოკლედ კალციუმს ერეკება აქეთ და ეს კალციუმი გროვდება მერე ქვებად ხო უმეტესობა კენჭები არის კალციუმის კენჭები კალციუმის ოქსალატები ეგ არის უმეტესობა სხვანაირი ფოსფატებიც არსებობს ურის მჟავის კენჭებიც არსებობს და სხვანაირი კენჭებიც არსებობს იშვიათი შემთხვევები მაგრამ ყველაზე ხშირი 80% დაახლოებით არის კალციუმის ოქსალატები ანუ ყველაზე ხშირ შემთხვევაზეა საუბარი. და აქ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ მოდი რა პრობლემაა, კალციუმს არ მივიღებ, კალციუმს არ მიღება არ შეიძლება, პირიქით თუ ცოტა კალციუმს მიღებ, ამ კალციუმის ნაკლებობა პირიქით კენჭების რისკს ზრდის უფრო მეტად, იმიტომ რომ თუ ცოტა კალციუმს იღებ, ეს ნიშნავს რომ ბევრი ოქსალატი შედის შენს ორგანიზმში, იმიტომ რომ ოქსალატი და კალციუმი თუ შეხვდება ნაწლავში ერთმანეთს, ისინი ნაწლავში უკავშირდებიან და გამოვლენ განავალთან ერთად, მაგრამ თუ კი კალციუმს არ იღებ და ოქსალატებს იღებ, მაშინ ეს ბევრი ოქსალატი შევა შენს ორგანიზმში, მერე ბევრი ოქსალატი გამოიყოფა შარდით და იქ მაინც რაღაც კალციუმს მოძებნის და დაუკავშირდება იმას. ამიტომ კალციუმის არ მიღება გამოსავალი არ არის. ბევრი კალციუმის მიღებაც არ არის გამოსავალი, ოპტიმალური რაოდენობა კალციუმის უნდა მიიღო დაახლოებით 1000-დან 1200 მილიგრამამდე, 1 გრამი კალციუმი დღის განმავლობაში საკვებიანად, ყველაფრიანად, მოკლედ რძის პროდუქტების საუკეთესო გზა არის კალციუმის მიღებაც, ასევე კალციუმის დანამატების მიღებაც შესაძლებელია. ოღონდ უნდა და არ უნდა გავიწყოს რომ საკვებთან ერთად აუცილებლად. შემდეგი ლოგიკური აზრი რაც გაუჩნდება ადამიანს არის რომ რო ამბობ ხა ოქსალატები რატო უნდა მივიღო ოქსალატების მოდი არ მივიღებ ოქსალატებს რა არის ეს ოქსალატები. ან პრობლემა ის არის რომ ოქსალატებს შეიცავს კაი რაღაცა
კალთეები, მაგალითად ეს მწვანეულობა რაც არის, რაც ზოგადად ძალიან ჯანსაღია, ოქსალატებით არის მდიდარი, ისპანახი მაგალითად და სხვა მწვანე რაც არის თითქმის ყველაფერი. თხილეულობა ოქსალატებია, შოკოლადი ოქსალატებია, ყავა, ჩაი ოქსალატებია. ანუ ოქსალატებით მდიდარ საკვებს ვიღებთ მუდმივად ჩვენ. განსაკუთრებით რაც კარგია, ბევრი რამე შეიცავს ოქსალატებს და ამიტომ მაგათი არ მიღებაც ის არის რა, არ არის ორგანიზმისთვის კარგი, მით უმეტეს ახლა თხილეულის მიღება ერთ-ერთი სუპერ საკვებია თხილეული და მაგის არ მიღება არ არის კარგი, რა თქმა უნდა, არც იგივე მწვანე ბოსტნეული და ახლა ისპანახი და ესეთები რატო არ უნდა მიიღოს ადამიანმა? აი ზუსტად ამიტომ უნდა მიიღო რძის პროდუქტებთან ერთად, კალციუმთან ერთად თუ მიიღებ კომბინაციაში, თუ მიიღებ, ეგ არის საუკეთესო ვარიანტი, ან კომბინაციებში კალციუმი და ოქსალატები ერთმანეთს დაუკავშირდება განავალშივე და აღარ დაუკავშირდება თირკმელში. თირკმელში რო არ დაუკავშირდება, იცავთ თირკმელს. ეს არის მთელი მუღამი, ძალიან მარტივი, რაც შეგვიძლია გააკეთო. არის რომ ისპანახ შეჭამ, რაღაცა რძიანი შეჭამე, ყავას დალე რძიანი იყოს, შოკოლადი რძესთან ერთად ან ყველის ნაჭერთან ერთად, თხილეული ყველის ნაჭერთან ერთად. ანუ კალციუმიც რომ მიიღო, ეგ არის ყველაზე მთავარი, რაც რის გაკეთებად შეგვიძლია იმისთვის რომ შენი თირკმელები დაიცვა. ხშირად არის რომ ამიტომ თუ ისპანახს ჭამდა ესეთ მწვანეულობას, იქვე იოგურტი ჭამე, თხილეულთან ერთად, ყველი ჭამე, შოკოლადთან ერთად, რძე, ლობიოს თუ მიიღებ, მაგასთან ერთად შეგვიძლია რძედალი ან რძის პროდუქტი რომელიმე და ანუ ეს მთავარი აზრი ეს არის რომ ოქსალატების და კალციუმის კავშირი მოხდეს ნაწლავებში. აი ამაზე უნდა გააკეთო აქცენტი მაქსიმალურად. და თუ კალციუმის დანამატებს იღებ, აუცილებლად უნდა მიიღო საკვებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კალციუმი შეჭამე საჭმელი ან ჭამ საჭმელს კალციუმი მიიღებ მაშინვე. რომ თუ კი შენ უზმოზე მიიღებ კალციუმს შეიწოვება ეს კალციუმი, მე ზედმეტი კალციუმი ექნება ორგანიზმს, ის გამოვა თირკმელებით დახვდება ოქსალატები და კენჭები შეიქმნება. ამიტომ კალციუმის საკვები დანამატი ყოველთვის საკვებთან ერთად უნდა მიიღო. შემდეგი მნიშვნელოვანი რჩევა არის რომ მიიღე ციტრატები მიიღე ბუნებრივად ციტრატები ციტრუსების სახით. ან ციტრუსის ხილი რაც არის ეს ლიმონი, პორტოხალი, მანდარინი, ლაიმი, ესენი ყველაფერი შეიცავს ციტრატებს, მათ შორის კივიც მაგალითად. და ეს ყველაფერი მიიღე რეგულარულად, რატო? იმიტომ რომ როცა ციტრატებს მიიღებ, ციტრატები შარდში შეუკავშირდება კალციუმს და ხსნად კომპლექს შექმნის, რომელიც გამოიყოფა შარდით უპრობლემოდ. შესაბამისად, კალციუმი აღარ შეუკავშირდება ოქსალატებს და აღარ წარმოიქმნება კენჭი. ამიტომ მთავარია რომ რეგულარულად აი ეს ციტრუსები მიიღოთ, ციტრუსების და ზოგადად ციტრატების რეგულარულ მიიღებას აქვს თირკმლის კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე მის ადჰეზიას, ანუ კედელზე ხო უნდა მიეწებოს თავიდან ეს კენჭი და აი მიმწებებას უშლის ხელს, ამითაც მნიშვნელოვანია. ამიტომ არის რომ ციტრატების მიღებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ლიმონი, ლაიმი, პორტოხალი, გრეიპფრუტი, ნესვი, კივი, ესენი შეიცავს ყველა ციტრატებს. ლიმონს და ლაიმს ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვს, ამიტომ სასურველი ეგა. კივი და ნესვი მაგალითად დაბალი კონცენტრაცია. და ყველაზე მარტივი გზა რა არის, რომ ერთი სუფრის კოდი ლიმონი წყალში გახსენდა დილით, ერთი სუფრის კოდი ლიმონი წყალში გახსენდა საღამოთი მიიღე. ეგ არის ერთ-ერთი საუკეთესო რისი გაკეთებად შეგვიძლია მარტივად და სახლის პირობებში, იმისთვის რომ კენჭები არ განვითარდეს. აქ არის ხოლმე მე ის კითხვა, რომ ადამიანებს რომ აბა ციტრატებს თუ მივიღებ, ან ციტრუსების სახით, მე ის თუ კალციუმს დაუკავშირდება და გამოდევნის ორგანიზმიდან კალციუმს არ დავკარგავ. არა, არ დაკარგავთ, ეგ ფუნქცია ციტრატებს აქვს, შარდში უკავშირდება და არა ორგანიზმში. ორგანიზმინა კი არ გამოდევს კალციუმს, არამედ უკვე გამოდევნილ კალციუმს, რომელიც ისედაც შარდშია, იმას შეუკავშირდება. შემდეგი და ყველაზე ძლიერი მეთოდი რეალურად, რაც რით შეიძლება კენჭები აიცილოთ თავიდან, განსაკუთრებით თუ მქონდა კენჭები, მე ან დაიშალე ან რამე და ისევ შიში გაქვს, ან ისევ ხშირად ვითარდება კენჭები, არის კალიუმის ციტრატი. ახლა კალიუმის ციტრატი რა არის? ეს არის წამალი, დანამატიც არის, ანუ კალიუმის ციტრატი შეიძლება მოძებნო ამაზონზე, არა ბევრნაირი მოკლედ და თქვათ რომ გამოწერო და იყიდო დალიო, ეგ არის კალიუმი ჩვეულებრივი რა. კალიუმის ერთ-ერთი ფორმა.
მაგრამ კალიუმის ის ციტრატი, რომელიც თირკმლის კენჭების პრევენციის გამოიყენება, არის მაღალი დოზებით. ეგ არის რეალური სხვაობა რა. მილი ეკვივალენტებით იზომება და ანუ უნდა იყოს 20-დან 60-მდე მილი ეკვივალენტი, რომ ეფექტური იყოს იმისთვის, რომ კენჭები არ წარმოიქმნას. მიიღო რეგულარულად, უნდა დღის განმავლობაში მიიღება ხოლმე 2-ჯერ ან 3-ჯერ ეს კალიუმის ციტრატი და თუ ჩვეულებრივ დანამატს მიიღებ, ხო, ну შეიძლება იყოს 240 მილიგრამიანი მაგალითად კალიუმის ციტრატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არის 20 მილი ეკვივალენტი კალიუმის ციტრატს, ანუ რაც სტანდარტული დოზირება ჩვეულებრივ დანამატს რასაც იყიდი, მოკლედ ის ბევრად უფრო დაბალი და სუსტი დოზირებაა და ის ისეთი ეფექტური არ არის ამის თქმა მინდა. ანუ იმასაც აქვს ეფექტი, ანუ ისიც კალიუმის ციტრატია და ესეც კალიუმის ციტრატია, რაც იყიდება როგორც წამალი, ისიც კალიუმის ციტრატია და რაც იყიდება როგორც დანამატი, რომელიც თქვა Amazon-ზე იყიდება, ესეც კალიუმის ციტრატია, მაგრამ განსხვავება არის პოტენციაში, ძალაში. ანუ რაც Amazon-ზე იყიდება, ის სუსტი კალიუმის ციტრატია და რაც იყიდება აფთიაქებში რეცეპტით, ის არის ძლიერი კალიუმის ციტრატი. აი, ეს არის ყველაზე მთავარი აზრი, რაც მთავარი განსხვავება მათ შორის რაც არის. აზრი არის იგივე, რომ ციტრატები უკავშირდება შემდეგ იმას, კალციუმს და ქმნის ხსნად ნაერთს, რომელიც გამოდის მარტივად ორგანიზმიდან და აღარ ვითარდება კენჭები და მნიშვნელოვნად ეხმარება, მოკლედ თითქმის 60-70%-იანი ეფექტურობა აქვს, რაც ძალიან მაღალი ეფექტია, ანუ არ განვითარდება კენჭები, ძალიან მაღალი ალბათობით. შეიძლება თუ არა დიდხანს მიიღება, შეიძლება პრობლემა არის თუ არა, როგორც წესი პრობლემა არ არის. თუ ადამიანს რაიმე სერიოზული გულის დაავადება აქვს, მაშინ ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ კალიუმის ციტრატს როცა იღებ, კალიუმსაც იღებ და ეგ პრობლემაა. ან შეიძლება თირკმლის სერიოზული პრობლემა თუ აქვს ადამიანს დაგროვდეს ეს კალიუმი და ანუ კალიუმმა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა კალიუმმა არითმები და არითმიული პრობლემები, ამიტომაც სიფრთხილეა საჭირო. ანუ ჯამში კალიუმის ციტრატზე რაც უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუ ადამიანს თირკმლის სერიოზული პრობლემა ან გულის სერიოზული პრობლემა არ აქვს, როგორც წესი შეიძლება, როგორც წესი პრობლემა არ არის და ჩვეულებრივი დანამატი შეიძლება თუ არ მიიღო, შეიძლება კი ოღონდ იქნება სუსტი, უნდა იცოდე, ან თუ კი თქვათ იმას 60%-იანი ეფექტურობა აქვს, დანამატს ექნება 40%-იანი ეფექტურობა ან 30%-იანი ეფექტურობა. უნდა მიიღო, ну, 2-ჯერ დღეში მაინც იმისთვის, რომ შარდში ციტრატის დონე იყოს. შარდში ციტრატის დონე შარდს ატუტიანებს. ეხლა აქ არის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ კარგია რომ ვატუტიანებთ შარდს, იმიტომ რომ არა მარტო კალციუმის ოქსალატებიანი კენჭების რისკს ვამცირებთ, არამედ ვამცირებთ ურის მჟავის კენჭების რისკსაც, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც პოდაგრა აქვთ, ну, ურის მჟავის დონე, ვისაც მაღალი აქვს სისხლი, ამ ადამიანებისთვის მოკლედ ძალიან ეფექტურია. ოღონდ აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ როცა კალიუმის ციტრატს სვამ, თუ ძალიან მაღალ დოზას იღებ, მაშინ და თუ შარდი ძალიან გატუტიანებულია, პირიქით ხდება, ან ფოსფორის კენჭების რისკი ალბათობა იზრდება თირკმებში. ანუ ვაის გავეყარე, ვის შევეყარე, ის არ გამოვიდეს, ყურადღებით უნდა იყოთ. ამ დროს, ну, ექიმის მეთვალყურეობაა საჭირო, თუ მაღალ დოზებს იღებთ განსაკუთრებით, იმიტომ რომ შარდი ძალიან არ გატუტიანდეს, იმიტომ რომ მე უკვე ფოსფორის კენჭების რისკი დგება და ამ ხრივ უნდა იყოთ ფრთხილად. ხო, ну, არ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ის ილუზია, რომ რაღაც კალიუმის ციტრატი უკვე ულარმაზარ კენჭებს შლის, ეგრე არ არის, მაგრამ ეხმარება იმის, რომ ახალი არ წარმოიქმნას, ან არ გაიზარდოს ის, რაც არის და ეგ უკვე დიდი საქმეა და, ну, საკმარის რაოდენობით წყალს უდალებს და ეს კენჭები თუ ძალიან პატარაა, ორგანიზმი გამოდევნის და ეგ უკვე ძალიან კარგია. შემდეგი გზა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ კენჭები არ განვითარდეთ, არის მაგნიუმის მიღება. მაგნიუმის მიღება განსაკუთრებით საკვებისას, ანუ როცა ჭამს აჭმელს, მაშინ მაგნიუმის მიღება დაუკავშირდება ოქსალატებს და ეს ოქსალატები შარდამდე ვერ მიაღწევს და ამიტომ მაგნიუმის მიღება კარგი. და აქვე არის პატარა ხრიკი, რომ თუ იყიდი მაგნიუმის ციტრატს, ხო, მაგნიუმი ბევრი ფორმით არსებობს, მაგნიუმის გლიცინატი, მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის ციტრატი და მაგნიუმის ციტრატს თუ იყიდი, ერთი რომ, ну, მაგნიუმს მიიღებ, კარგი რაოდენობით რაც კარგია, ბიოშეღწევადობა მაღალი ექნება. მეორე, უფრო ასევე კარგი ის იქნება, რომ ანუ ციტრატსაც მიიღებ, მაგნიუმსაც მიიღებ, ანუ ორმაგი დარტყმა რა. ხო და 200-დან 400 მილიგრამამდე დღის განმავლობაში რომ გამოვიდეს, ну, 200 თქვა დილით, 200 საღამოთ ეგ იქნება იდეალური ამ შემთხვევაში და
ყვების დროს, რა თქმა უნდა, მაგნიუმის საღამოთი ცვლავენ ხოლმე, შესაძლებელია საღამოთი ცვლადება, მაგრამ სასურველია ყვების დროს, რომ შეუკავშირდეს ოქსალატებს და რაც შეიძლება ნაკლები ოქსალატები მიიღო. ეგ არის მნიშვნელოვანი. უნდა ეცადო, რომ მაგნიუმის დონე 400 მგ-მდე, 500 მგ-მდე შემოფაგლო დღის განმავლობაში, ანუ ჯამურად არ მიიღო 500 მგ-მდე მეტი. ეგ არის მუღამი, ესე ვთქვათ. და ბოლოს მეშვიდე, რაც უნდა ვიცოდეთ, არის რომ ვინც რეგულარულად C ვიტამინს იღებს, C ვიტამინი ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგია. ვინც C ვიტამინს იღებს რეგულარულად, C ვიტამინმა შეიძლება გაზარდოს თირკმლებში კენჭების რისკი. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც 1 გრამ C ვიტამინს იღებს დღეში და მეტს. ანუ 1000 მგ და მეტს. დაახლოებით 40%-ით ზრდის, 30-დან 40%-მდე ზრდის კენჭების განვითარების ალბათობას. ამიტომ პირველი რჩევა არის, რომ 500 მგ-ზე მეტი არ მიიღო დღის განმავლობაში. მეორე რჩევა არის, რომ C ვიტამინი მიიღე, აი თუ დააკვირდებით, რატო არის, რომ ის აფთიაქში რო იყიო პატარა დოზებია C ვიტამინი 50-იანი და ბევრი. ანუ 50 კვებისას. ანუ ერთ ბაშად კი არ მიიღო, თქვათ 500 ან 1000 მგ-ი, არამედ ჯობია რომ 50 დღეში სამჯერ მიიღო საკვებთან ერთად, იმისთვის რომ კენჭების განვითარების რისკი არ გაზარდოს. რატო? იმიტომ რომ C ვიტამინი განსაკუთრებით, ზედმეტი C ვიტამინი მოხდება გარდაიქმნება ოქსალატებად, მოხდება შარდში და გამოიყოფა მერე ეგრე და ეგ არის პრობლემა. ამიტომ იმისთვის რომ C ვიტამინით გამოწვეული კენჭების რისკი შევამციროთ მაქსიმალურად. C ვიტამინი უნდა მივიღოთ 500 მგ-ზე ნაკლები დღის განმავლობაში. საკმარისი რაოდენობით წყალი უნდა დალიო. შარდი უნდა იყოს მოყვითალო, მოფერმკრთალო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და მარტო ამით შეიძლება კენჭების განვითარების რისკი 40%-ით შეამცირო. და ასევე C ვიტამინი შეიძლება შეჭამო კალციუმის შემცველ საკვებთან ერთად, რომ ნაკლები ოქსალატები მიიღო. ასევე კალციუმი და მაგნიუმიც მიიღო, რაც ვთქვით, რომელიც ასევე დამატებით ამცირებს ოქსალატებით გამოწვეული კენჭების რისკს. აი ესე, შენ შეგიძლია რეალურად დაიცვა თავი კენჭებისგან, რაც სინამდვილეში ძალიან დიდი პრობლემა ადამიანებისთვის. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და არქივ მხარდაჭერა გინდათ, აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები და შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. თუ დონაციის გარეშე გინდათ არქივ მხარდაჭერა, ამისთვის შეგიძლიათ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, გამოწეროთ არხი. თქვენი მხრიდან ნებისმიერ სახის აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.